რა შეცვლილია თავდაპირველად აღებდა ყველაფერს. ქართული ოცნება. გონება შეზღუდული კაც უნდა იყოს ეს იყოს ქართველი კაცის ოცნება რა დღეს პოლიტიკასაც ახორციელებს მთავრობა. და მის სახელით ის ქვეყანა სადაც რუსი იყო შესული არის სიმშვიდე. სწავლულები ამბობენ პარტიის პოლიტიკური კურსის ისტორია მის ეკონომურ ძლიერებაშია. დღეს ქვეყანაში არის სიღარიბე კი არა სიღატაკე. სოფელი დაცარიელდა. მთავრობა გველაპარაკება ისე თითქოს საზოგადოება გონება შეზღუდული ადამიანების გაერთიანება იყო. ჩვენთან კუნთის ძალაზეა ყველაფერი გადასწორდა. დღეს კი ადამიანები თავობა გარბის აქედან კუნთის ძალა და ხშირი კაცი არის იოლის სამართალი და მარქსისტული ფილოსოფია იდეოლოგია ადამიანის სოფხედულებას შეხედულებას ერთიანობას საგანძილებლად შეცვალა. მტერი ვერ გაგვიჩევია და მოყვარე ვიზია. დღეს რო პარლამენტას 12000 მიეცი. მე მაქვს 450. თუ კი საარსებო მინიმუმი მე ისევ ამბობ ჩვენ ვიცი ის კი არ მე ლახამინდა დევნახო თუ კი 450 არის საარსებო მინიმუმი შენ კაი ქონდეს ორჯერმეტ სამჯერმეტ 20 მე მათემატიკა წინწკლებში ცუდად ვიცი შენ რო 12000 გაქვს და მე 400 არის სადა ლოგიკა დღეს არის საქართველოს არის ქვეყანა სადაც კანონი არ კანონებს სადაც ქვეყანა სადაც კანონის გვერდით თავლი ცხოვრების წესათა სწავლულები ამბობენ იმ ქვეყანაში სადაც არის პიროვნების და არა კანონის კულტი იქ ქვეყანა იღუპება ისწავლა და ქრება და უხაროდეს მე ამგეს ვერ ხვდები და სიბერით მოვკდება ესე ან გომელაური ან ღარიბაშვილი ეს ვერ გამოხვალ ეზოს გარეთ სიბერე ჩემი სიბერე სანატრელი იქნება მაგენთ მე ქემეც ვიღაცას უყარო